ოქროს მტევანი ფთელავში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო. ღონისძიება 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. წელს ფესტივალში 300 ფილმი იყო წარმოდგენილი 121 ქვეყნიდან. შერჩევისას კი საკონკურსო პროგრამაში 57 ფილმი მოხვდა. გამარჯვებულებს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს. ეს ფესტივალი იქნება 5 დღის განმავლობაში, 31-ში უკვე დასკვნითი საღამო იქნება, გამოვლინდებიან გამარჯვებულები. ჩვენთვის როგორც ყოველთვის მთავარი სტუდენტების მხარეა. ჩვენთან დღეს 30-ზე მეტი სტუდენტი ჩამოვიდა თბილისის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტიდან, სამხატვრო აკადემიიდან, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტიდან, კინოფაკულტეტის გასაკვირველია კინოსა და ანიმაციის სტუდენტები წარმოადგენენ თავიანთ ფილმებს. როგორც ძირითადად საკონკურსო პროგრამაში. პირველად ვარ თელავის კინოფესტივალზე. ჩემი ფილმია წარმოდგენილი და ასევე ფიჩზე მოვხვდი, სადაც უნდა წარვადგინო ჩემი ახალი სცენარი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რაიმე პატარა შანსი მაინც მექნება, მაგრამ როგორც ვხედავ, ყველა ძალიან გამოცდილია და ყველას ძალიან კარგი სცენარი აქვს. ამიტომ როგორც საკუთარ თავს, ისე ყველას გულშემატკივრობ.